გამარჯობა ნათია. ძალიან დიდი მადლობა მინდა პირველ რიგში გადაგიხადო, რომ დაგვთანხმდი, რომ გვესაუბრა ამ საკითხზე. რა თქვენ ხართ? ავტობუსის ქალი მძღოლი. რაც ცოტა ხნის წინ ძალიან უჩვეულო იყო, ახლა ნაკლებად უჩვეულოა და ეგ თქვენი დამსახურებაა და კიდევ სხვა ქალი მძღოლების, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობა. თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ შეგიჩვენებიათ ხალხის თვალში უკმაყოფილება, რომ ქალი მძღოლი ხარ და თუ გიგრძნიათ ესეთი დისკრიმინაციული აურა. ნახეთ, თავიდან მაინც ცოტა სკეპტიკურად იყვნენ განწყობილები. ოღონდ ძალიან მცირე ნაწილი. უმეტესისგან იყო ვაჰ რა მაგარია, ბევრისთვის სტიმული გავხდით. მე პირადად მქონია შემთხვევა, რომ ამოსულან გამსაუბრებიან ქალბატონები, რომ ძალიან მინდა და როგორ გავაკეთო, როგორ მივიდე ამ აქამდე ხო? აქამდე ამ ვა, ძალიან მაგარია. რომელ ქუჩებზე გიჭირთ ყველაზე მეტად სიარული აი თბილისში? სადაც საცობია ალბათ. ხო, რა თქმა უნდა, ეს შემთხვევა რამდენად ბევრი გქონიათ. მე არ გულისხმობ აქედან, ამას აღარ გეკითხებით უკვე როგორც ქალს, ამას გეკითხებით უკვე როგორც ავტობუსის მძღოლს. აი საშუალოდ ავტობუსის მძღოლი რამდენ შემთხვევას უნდა ელოდოს წელიწადში ავტობუსზე ავარიისას? ვიცი რომ ხშირად გაქვთ, განსაკუთრებით უკანა მარჯვენა და წინა მარცხენა მხარეს მძღოლები გეჯახებიან ხოლმე. დიახ, არის ესეთი შემთხვევები. ერთის წყალობით, რაც მანის მძღოლი გავხდი, მანამდე პატარა ავტობუსის ვიყავი. არ მქონია არც ერთი ავარიული შემთხვევა, მაგრამ ყოფილა ძალიან ბევრჯერ აცილების მომენტი, რომ დღეში მინიმუმ 2-3 მაინც გვხდება ესეთი ავარიული სიტუაციის თავიდან აცილება. ჩვენს ხარჯზე ასე ვთქვი. ვინ უფრო ნერვების მომშლელია ამ დროს? სხვა საავტომობილო მძღოლი თუ ფეხით მოსიარული? აი რომელი უფრო ნერვებს გიშლი? ანაბრად შემიძლია ვთქვა, რომ იმიტომ რომ ქვეითებით ძალიან დიდ რისკზე მიდიან, დიდ შეცდომას უშვებენ, სადაც არ არის გადასასვლელი, გადაგვიჭრიან, გვიწევს მკვეთრი მუხრუჭის გამოყენება, ამ დროს ხალხი ყავს ფეხზე დგას და დიდი შანსია რომ დაზიანდეს, წაიქცეს. ბავშვები არიან, მოხუცები არიან, ორსულები არიან და საკმაოდ საპასუხისმგებლო ამ კუთხით ჩვენგან მუხრუჭის, მკვეთრი მუხრუჭის გამოყენება, როდესაც გვიწევს აი უცებ გადმოვლენ და მაგრამ მანქანითაც ანალოგიურად, იმიტომ რომ ითხოვენ რომ ჩვენ უნდა დავუთმოთ. არა და პირიქითაა. ხო, წესით პირიქით არის, გაჩერებიდან გამოვდივართ არანაირი ჩვენ გვავალდებულებენ რომ პატარა მსუბუქი ავტომობილის მძღოლები რომ დავუთმოთ.